მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რასურს ურთიერთობაში. სჭირდებით თუ არა თქვენ და თქვენთან ურთიერთობა. დღეს გვაქვს ერთპოზიციანი გაშლა, დარჩით ჩემთან ერთად ვიდეოს იმ შემთხვევაში უყურეთ ბოლომდე, თუ თქვენზე რა თქმა უნდა დღევანდელი გაშლა რეზონირდება. ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ, მოусმენთ და მისგან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, ან ტაროში სწავლით ხართ დაინტერესებული, მომწერეთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. კონცენტრირდეთ დღევანდელ გაშლაზე. შეგიძლიათ ამ პიროვნების სახელი წარმოსთქვათ და ვნახოთ, რას გვეტყვის დღეს ტარო. რასურს ურთიერთობაში ვიგებთ ამ ინფორმაციას. პირველ რიგში აქ გამოიკვეთა პიროვნების ხასიათი, ავხსნერ ახლა მის პიროვნულ თვისებას და თუ მასზე რეზონირდა, ეს გაშლა იქნება თქვენი. აქ მოდის პიროვნების ხასიათი, როდესაც საკუთარ თავს თვლის, ეგრეთ წოდებულ დასტოინ ადამიანად ხო, მე ბევრი უკვე გამოვცადე, ბევრი ვიცი, ყველას თავს არ ვუყადრი, ყველას თავს არ გავუყადრი, ჩემი სიმაღლე მაქვს, ჩემი მიღწევები მაქვს, საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა მაქვს, ასეთი განწყობით არის ეს პიროვნება. და სხვათა შორის ურთიერთობაშიც აქვს თქვენს მიმართ იგივე სურვილი, რომ აღიქვათ როგორც პატივსაცემი ადამიანი და თქვენ მასში იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენ მისთვის ხართ განსაკუთრებული და ასე არ არის, რომ მის გულში ადვილად ვინმე შეაღწიოს და ყველას თავი გაუყადროს. ურთიერთობაში სურს, რომ ეს თქვენ იგრძნოთ, რომ რამდენად იღბლიანი ხართ, რომ მან თქვენ აგირჩიათ, ხო? რაღაც თავის თავს განსაკუთრებულად კარგად ექცევა ეს პიროვნება და რაღაც კულტიც აქვს საკუთარი თავის მიმართ, რომ ყოველთვის შეაქოს თავის თავი. ეს შეიძლება იყოს მისი მიღწევებიდან გამომდინარე, ან ამ პიროვნებამ რაღაც რთული ეტაპები გამოიარა და საკუთარ თვითშეფასებაზე საკმაოდ კარგად იმუშავა. ამ პიროვნებას უყვარს კამათი და სხვათა შორის კამათობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას რამე ან ვინმე ეძვირფასება. ჩხუბობს მაშინ, თუ მართლა რამის გამოსწორება სურს. ან შეცვლა. ეს პიროვნება, როდესაც რაღაცაზე კამათს იწყებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მისი ემოციები ხელუარე ეტაპზე არის მაგ დროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ცუდი სურს, როდესაც ჩხუბობს. პირიქით, ეს პიროვნება ამბობს, რომ თუ მე რაღაც საკითხზე ჩემი შენიშვნები შემოვიტანე, თუ მე რაღაც საკითხზე ენერგია დავხარჯე, ვიჩხუბე, ვიკამათე, ჩემი ემოციები დაგანახე, ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენ მეძვირფასები, მე შენ გაფასებ და აქედან გამომდინარე, ამიტომ გამოვხატავ შენთან ამ ემოციებს და ამიტომ ვიხარჯები. განსაკუთრებული მიდგომები აქვს ურთიერთობაში თქვენთან. სხვათა შორის აი აქ ფიქრობს, რომ სჯობია, რომ მალევე გამოხატოს თავისი სათქმელი და დააფიქსიროს მისი საკუთარი აზრი, თუნდაც აგრესიული ტონით, ვიდრე გულში შეინახოს. ასეთი გადაწყვეტილება აქვს, ურთიერთობაში სურს გახსნილობა. მაგრამ ნახეთ, აქ როგორი სიტუაცია არის, თუ ეს პიროვნება გაჩუმდა, კამათში აღარ ყვებად, ემოციებს აღარ ავლენს. ეს კარგის ნიშანი არ არის, როდესაც ის არ ჩხუბობს, ან თუ რამე არ მოეწონა, ამას არ აფიქსირებს, რადგან ზუსტად მაშინ
მასში იწყება ემოციური დისტანცია და ემოციური გაციება. ნამდვილად სასიხარულო არ არის თუ ის აღარ კამათობს. მასში აქედან გამომდინარე იწვევს თუ რესურსს არდებს ამ კუთხით, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მიმდინარეობს რაღაც ემოციური ცვლილებები და ეს არის საგანგაშო სიგნალი, რომ ინტერესს კარგავს. აი ამის გაგება სურს, უბრალოდ თქვენამდე მოტანა სურს ამ პიროვნებას, რომ მე შენთან თუ რაღაცა ვიუხეში, ან უცებ რაღაც ისეთი ინტონაციით რაღაც გითხარი, ემოციები გამოვავლინე, ეს კარგს ნიშნავს ჩემგან. აი ესეთი რატომ შეიძლება ეს აღელვებდეს, იმიტომ რომ თქვენ ამას სენსიტიურად იღებდეთ, ის ემოციებზე რეაგირებდეთ და აი ეს სურვილები მკაფიოდ გამოიკვეთა. შეიძლება ბოლოდროინდელი საუბრებიდან გამომდინარე იყოს ეს სურვილები. საგანგაშო არის, როგორც თვითონ აგვიღწერა დღეს, საგანგაშო ჩხუბი კი არ არის, საგანგაშო მაშინ არის თუ მე გავჩუმდი, ასეთი მიდგომა აქვს. ინტერესის კარგვის ნიშანი ეს მაქვსო, ესე გამოგვივლინა თავი, მაგრამ მაინც კიდევ უფრო სხვა დეტალებში შევიდეთ, რა სურს ურთიერთობაში. არ უყვარს ნამიოკებით საუბარი, პირდაპირ ესე ვიტყვი, ამ სიტყვას გამოვიყენებ თქვენის ნებართვით. არ უყვარს უცნაური საუბრები, არ უყვარს ესეთი ლაბირინთებით მოქმედება. თუ ეს ხასიათი მასზე არ ემთხოვა და არ რეზონირდება, ეს გაშლა არ მიიღოთ, ხო? თქვენს გაშლა, რადგან არის საჯარო თემა. ვისაც გეცნოთ ესეთი ხასიათის პიროვნება, გთხოვთ ეს ინფორმაცია თქვენზე მაშინ მიიღეთ. უყვარს, როდესაც სათქმელს პირდაპირ, თუნდაც ხისტად პირში ეტყვიან. ანუ მე იმიტომ ვიქცევი ასე, პირდაპირ მისი პოზიცია არის ეს, რომ პარტნიორმაც იგივე თვისებებით, იგივე ხასიათით მიპასუხოს. აი ასეთი სურვილები აქვს. ურთიერთობაში სურს გახსნილი საუბრები, პირდაპირი სიტყვები და ასევე ურთიერთობაში მისი სურვილი გამოიკვეთა, რომ არ გქონდეთ მისგან ისეთი საიდუმლოებები, რაც მას ცხოვრებაში სიურპრიზად შეიძლება მოევლინოს. თავიდანვე უნდა უთხრათ ყველაფერი, ესეთი განცდა აქვს. იმიტომ რომ შეიძლება დაგროვილი ემოციები ხშირად თქვენ შორის ბევრ პრობლემებს ქმნის, ან შემდგომ მთელი დღე უწევს იმაზე ფიქრი, რა გეწყინათ და ეს სიტუაციები ღლის. სჭირდებით თუ არა თქვენ და თქვენთან ურთიერთობა. რა მშვენიერი არკანები არის, აქ მოდის ვარსკვლავი, ძალა და 6-იანი ხმალი. სჭირდებით თუ არა თქვენ და თქვენთან ურთიერთობა, ძალისხმევა სდებს ეს პიროვნება. თქვენთან ურთიერთობა მისთვის საკმაოდ დიდი საჭიროება არის. თქვენ გაქვთ ისეთი პიროვნული თვისებები, ძალიან ბევრი სახასიათო და გამორჩეული თვისებები, რაც მასში იწვევს ძალიან დიდ დაინტერესებას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც შესძლო მისი ასეთი უდრეკი ხასიათის და ასეთი გულცივი, შეიძლება ვთქვათ, ცივი ბუნების დაინტერესება. მას აქვს ძალიან მაღალი სტანდარტები, როგორც თვითონვე გამოავლინათ, აქედან გამომდინარე, თქვენს გაქვთ უბრალოდ ესეთი მაღალი სტანდარტები, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი თქვენც არ ხართ და ეს თვისებები ძალიან მოსწონს მას და თქვენში ხედავს ისეთ ადამიანს, რომელსაც ესე ყოველდღიურობაში ნებისმიერ ადგილზე ვერ შეხვდება და ვერ გაიცნობს. თქვენ მისთვის ძალიან განსაკუთრებული პიროვნება ხართ. სჭირდებით, თქვენთან ურთიერთობა მისთვის არის როგორც საკვების მიღება, თქვენგან იღებს ძალიან დიდ ემოციებს, თქვენგან იღებს ძალიან ბევრ
გამოცდილებებს, თქვენ საკმაოდ ასეთ პიროვნებებს ეძახიან ხოლმე ძველ სულს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან გამოცდილი, ჭკვიანი პიროვნება ხართ და იცით ცხოვრებაში რა გსურთ და ძალიან გაზრდილი ხართ პიროვნულად, მაგრამ აი ხანდახან თქვენს ურთიერთობაში ცოტათი დისბალანსები ამ პიროვნების გადმოსახედით მაშინ ჩნდება, როდესაც თქვენ შეიძლება რაღაც ფემინური ენერგია მოგეცალებათ ხოლმე და რაღაც სათქმელს ლაბირინთებით აწყვეტებთ. ამ პიროვნებას ურჩევია, რომ პირდაპირები იყოთ ურთიერთობაში. თუ არა და ანუ თქვენთან ურთიერთობა და თქვენთან კომუნიკაცია მასში იმდენად სხვანაირ, ასე ვთქვათ, ემოციებს იწვევს, რომ ხანდახან ფიქრობს ხოლმე, რომ თქვენაირი პიროვნება მეორე დედამიწაზე არ არსებობს. ვარსკვლავი ყოველთვის არის ძალიან გამორჩეული ნატურის პიროვნებები, გამორჩეული ხედვები, გამორჩეული, ასე ვთქვათ, ლოგიკაც შეიძლება გქონდეთ, არ გავდეთ მასას, რეალობას თვალებში ხშირად უყურებთ. ეს ძალიან მოსწონს და თქვენთან ურთიერთობა მისთვის არის აი ასეთი ორი სხვადასხვა პიროვნება ხართ, სხვადასხვა ხასიათის, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო გაქვთ ამავდროულად. ანუ რაღაც აი თავარი ცხოვრებისეული მიზანი გაქვთ საერთო. თითქოს ერთ ნავში ხართ, ერთი ტკივილები შეიძლება გამოიარეთ, ერთი მიმართულებით შეიძლება მოძრაობდეთ, ერთი სამომავლო პერსპექტივები გქონდეთ, მაგრამ აი ჯერჯერობით იცით როგორ არის, რომ აი ამ ყველაფერს კიდევ დამუშავება სჭირდება და აი ამ ყველაფერს კიდევ სჭირდება ერთმანეთთან დაახლოება, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი საერთო გაქვთ, მაგრამ აი სულიერი სიახლოვე ჯერ კიდევ დასამუშავებელია, ანუ გახსნილობა, აი, როდესაც საუკეთესო მეგობარს ვესაუბრებით და არ ვარჩევთ სიტყვებს და პირდაპირ პირში ვეუბნებით ყველა ჩვენს ემოციას და სათქმელს, უნდა რომ აი ამ ეტაპს მიაღწიოთ და თქვენთან ურთიერთობა ამ ეტაპზე გადავიდეს. აქედან გამომდინარე, მას თქვენთან ურთიერთობა ძალიან ხიბლავს, თქვენთან კამათიც ძალიან მოსწონს, თქვენთან რაღაც აზრების გაცვლაც ძალიან მოსწონს. შეიძლება იმ წუთას ისეთი განცდა გქონდეთ, რომ რაღაცებში არ გისმენთ, მაგრამ თან მერე რაღაც ეტაპები რომ გავა ხოლმე ცხოვრებისეული, რაღაც ერთი კვირა გავა, ორი კვირა გავა, მიხვდებით, აი თქვენს დაიჭერთ, რომ ეს პიროვნება თქვენს ნათქვამს ძალიან ღრმად ჩასწვდა და რაღაც მომენტში შეიძლება არ ახიაროს, მაგრამ ის რაც თქვენ მას გაუჟღერეთ, იმ მოქმედებებს ითვალისწინებს და რაღაც თქვენივე გადმოსახედით რაც არის სწორი, იმ დებულებებს დაიცავს. აი, მიხვდებით, რომ თქვენი სიტყვები მის გულამდე მიდის. აქედან გამომდინარე ძალიან კარგი წყვილი შეიძლება გამოვიდეს, თუ ახლაც ერთად ხართ, კარგი ეტაპები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, თუ ახლა ჯერჯერობით ერთად არ ხართ და ურთიერთობის საწყის ეტაპზე ხართ, ძალიან კარგი წყვილი შეიძლება გამოვიდეს თქვენ შორის, იმიტომ რომ ამ პიროვნების თვალში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ ხართ ძალიან კრეატიული ადამიანი და მის, ასე ვთქვათ, ესეთ დასტოინ ხასიათს და იმ ასე ვთქვათ, თავის შეხედულებას, რომ ყველას თავს არ გაუყადრებს და მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები მოსწონს, აი იმ განსაკუთრებულ წრეში ვინც შეხვედრია, იმ ყველა ადამიანზე განსაკუთრებული თქვენ ხართ მის თვალში. აქედან გამომდინარე, არის პატარა რთული ემოციური ეტაპები თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ მოგვარებადი და საკმაოდ მაინც ჩავთვლი, რომ დღევანდელი გაშლა თქვენთვის პოზიტიური ენერგიის მომტანი იქნება. მე კი დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებ და მომავალ შეხვედრამდე.